მომსახურების ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე. ეს არის თავისი არსით ინოვაციური იმ მხრივ, რომ ერთის მხრივ არის ერთად კლას თავმოყრილი ყველა მუნიციპალური სერვისი, რომელიც რუსთავის მოქალაქეებს მიეწოდება და ამავე დროს ასევე სიახლე არის მაშინ, რომ გამოტანილი არის უშუალოდ მერიის ადმინისტრაციული შენობიდან და როგორც ახალი შენობა არის ისე კონსტრუირებული, სადაც მოქალაქეებს მხოლოდ აი ამ სერვისებთან დაკავშირებით შეუძლიათ მოსვლა. ამ გარემოში ამ სერვისების მიღება ასევე ინოვაციური არის ის, რომ გარდა იმისა, რომ არიან ოპერატორები და ეგრეთ წოდებული front desk-ი, თავად მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც არიან რეგულარულად ამ სივრცეში და მოქალაქეებს უწევენ უკვე უშუალო კონსულტაციას, მათ შორის ადგილზე მისვლით და სხვა სახის დახმარების გაწევის და კონსულტაციის გაწევის და განსაკუთრებული არის ასევე, რომ ამ სივრცეში არის ასევე ადგილი ამხანაგობებისთვის, სხვა კორპუსების იმისთვის, რომ მათი სარგებლო ამ სივრცით ამხანაგობების სხვა შეკრებების გასამართად და ეს ინფრასტრუქტურა გამოიყენონ სწორედ ასეთი ამხანაგობების შეხვედრებისთვის და მინდა მადლობა გადავხადო რუსთავის მერს ქალბატონ ნინო ლაცაბიცეს, რომ ასეთი ინოვაციური იდეა ერთის მხრივ განავითარა თავის გუნდთან ერთად და მოიყვანა საბოლოო ჯამში იმ ნაბიჯებით, რომელიც გადაიდგა რეალიზებაში. მინდა მადლობა გადავხადო ასევე დონორ ორგანიზაციებს, რომელიც ამ მხრივ უწევდნენ კონსულტაციას მერიას და მოახდინეს თანამშრომლების ტრენინგი, ჩაატარეს ტრენინგი თანამშრომლებისთვის, რომლებიც შემდგომ მოქალაქეებს მოემსახურებინა. ვფიქრობ, რომ სამაგალითო არის ეს გადაწყვეტა სხვა მუნიციპალიტეტებისთვის, დროსთან ერთად მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობა იზრდება, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ფარგლებში მეტი და მეტი კომპეტენცია გადაეცემათ ადგილობრივ თვითმმართველობებს და სწორედ ასეთი სახით მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების მეთოდები არის მნიშვნელოვანი, რომ ის პასუხისმგებლობა, რომელიც უფრო მეტად და მეტად გადაეცემა ადგილობრივ თვითმმართველობებს, ეს პასუხისმგებლობა შესაბამისი ეფექტიანობით იქნას შემდეგ შესრულებული სერვისების მიწოდების მხრივ. პოლიციის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვკითხავთ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება, რატომ გახდა საჭირო როგორი? უბრალოდ ყოვლისა მნიშვნელოვანია ერთი მომენტი და ვაღვიდებით ჩვენ ეს ბოლო რამდენიმე დღეს სხვადასხვა სახის დისკუსიას, მოტივაციებს ასე შემდეგ. ჩვენ ქართულმა ხალხმა და უპირველეს ყოვლისა ეს ეხება რა თქმა უნდა უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის კოლექტივებს. ჩვენ უნდა პატივიცეთ უპირველეს ყოვლისა ჩვენ კონსტიტუციას. თუ საქართველოს პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენ თვითონ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, მაშინ არავინ არ სცემს პატივს არც ჩვენ კონსტიტუციას და არც ჩვენ სახელმწიფოს. რაც შეეხება ამ ვიზიტებს, ვფიქრობ, რომ აქ სადაოც კი არაფერი არ არის და მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები სხვა გამოხმაურებები არავინ არ უარყოფს, რომ ეს არის აშკარა დარღვევა კონსტიტუციის და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. არის ცდილობები სხვადასხვა მოტივაციით გაამართლა, არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს. ეს არის ყველაზე ძირეული საკითხი. კონსტიტუცია სხვა ქვეყნებში მოიხსენიებენ როგორც ძირითად კანონს და რა თქმა უნდა საუბრობთ ძირითად კანონზე, მისი დარღვევა არის აბსოლუტურად მიუღებელი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ერთადერთი რეაქცია რაც შეიძლება ამაზე ყოფილიყო და პასუხისმგებლობა პარლამენტის ამ შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლომ მისცეს სამართლებრივი შეფასება ამ ქმედებას და ვფიქრობ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი კონსტიტუციის მიერ. აქვე ჩაგეკითხებით, მე ეს თქვენი გადაწყვეტილება არის პოლიტიკური განაცხადი კონსტიტუციის დასაცავად, თუ გაქვთ იმის იმედი, რომ 100 ხმას დააგროვებთ და ასევე რაც არის კონსტიტუციაში ამ მიმართულებით პროცედურები რომ გაგვიგებთ. რაც შეეხება პროცედურას, საჭირო არის 50 პარლამენტის 50 წევრის ხელმოწერა და უმრავლესობას რა თქმა უნდა ეს რაოდენობა დეპუტატების ჰყავს და ამიტომ ჩვენ ამ პროცედურისთვის მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ერთი თვე იმისთვის, რომ საკუთარი დასკვნა დადოს ამ საკითხთან დაკავშირებით და მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლო მისცემს სამართლებრივ შეფასებას ამ ქმედებას, შემდეგ უკვე 2 კვირის განმავლობაში პარლამენტი კეთს უყრის იმპიჩმენტის საკითხს, რომლისთვისაც საჭირო არის
100 ხმა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს. რა თქმა უნდა, იმ მომენტში დადგება საკითხი უკვე ყველა პარლამენტის წევრისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის შემდეგ, სამართლებრივი დასკვნის შემდეგ, მე როგორ ყველამ საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. რადიკალურ ოპოზიციას რაც შეეხება, მე მგონი მათ უკვე წინასწარ გააჟღერეს საკუთარი დამოკიდებული ამ საკითხის მიმართ, მაგრამ ნახოთ, მოვა ის მომენტი და ამ მომენტში ექნება ყველას მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც და მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გამომდინარე საკითხის სიმარტივიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაც იქნება, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და ამის პირობაზე თუ კი ვინმე ჩათვლის საჭიროდ, უბრალოდ თუ კი ვინმე მიიღებს ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, ეს რა თქმა უნდა მათთვის პოლიტიკურად მძიმე გადაწყვეტილება იქნება, რომ კონსტიტუციის დარღვევას დაარქვან არ დარღვევა. ეს ალბათ იქნება კიდე ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ნიუსპიკი, რომელსაც ბოლო პერიოდში შეეჩვია ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, როდესაც ომს არქმევენ მშვიდობას და ტერმინებს ატრიალებენ, წამებელს არქმევენ გაზარალებულს, ადამიანს, რომელსაც ჩაიდინა დანაშაული, არქმევენ პოლიტპატიმას, ასე შემდეგ, ასე რომ აქაც გამორიცხული არ არის კონსტიტუციის დარღვევას დაარქვან არ დარღვევა. ამიტომ რადიკალური ოპოზიციისგან გამორიცხული არაფერი არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს იქნება მომენტი, ალკოჰოლის ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც ჩვენ ყველას მოუწევს საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით ეს გადაწყვეტილება მიიღოს. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა შანსი, რომ ამ გადაწყვეტილებამ ნეგატიური გავლენა იქონიოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე და თუ არსებობს ასეთი მცირე შანსი მაინც, უბრალოდ თუ არა ქვეყნის მმართველ გუნდს, ქვეყნისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში, რომ აი ეს გადაწყვეტილება აი ამ რისკის ფასად მიიღო. ამ გონია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აქ საუბარი არის უმარტივეს საბაზისო პრინციპებზე ნებისმიერი სახელმწიფო თანამედროვე სახელმწიფო დგას საკუთარ კონსტიტუციაზე და ეს არის ძირითადი კანონი, რომელიც კრავს მთელ საზოგადოებას. შესაბამისად, აქ გვაქვს ჩვენ საკითხი იმასთან დაკავშირებით, დაირღვა თუ არა განზრახ ჩვენი კონსტიტუცია, ეს არის მნიშვნელოვანი. წინასწარ განზრახული იყო თუ არა ეს დარღვევა და ამაზე უნდა გქონდეს თუ არა სახელმწიფოს, რომელიც პატივცემს საკუთარ კონსტიტუციას, პატივცემს დემოკრატიას და ხალხის მმართველობას, უნდა გქონდეს თუ არა რეაქცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არა თუ ხელს შეუშლის, ეს პირიქით აჩვენებს კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის ევროპულობას, რომ ჩვენ უხსოვდებით ჩვენ კონსტიტუციას. ეს არის სწორედ ევროპულობა და არა პირიქით, რომ კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება იყოს, კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება რაიმე საერთო გქონდეს ევროპულ მისაღებასთან. რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოებას და პერსპექტივას გაწევრიანების, აქ არის ორი მხარე. ერთი მხარე არის თავად ევროკავშირი, რომელმაც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილებას აქვს როგორც ობიექტური განზომილება, ასევე აქვს პოლიტიკური განზომილება და შაშან ეს განზომილება ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მწარედ იწოდია, როდესაც აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება ვიხილეთ ჩვენ ევროკავშირისა, რომ ლიდერ ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და ლიდერის უკან მყოფ ქვეყნებს მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი. ამიტომ ჩვენ ევროკავშირის გადაწყვეტილებების წინასწარ განსჭრა და ამიტომ გვიჭირს, რომ გარდა ობიექტური გაზომადი კრიტერიუმებისა შემოდის ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკური თემები, სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამის არც განჭრეტა შეგვიძლია წინასწარ და სამწუხაროდ ზოგიერთ საკითხზე არც რაიმე ზემოქმედება შეგვიძლია. ამიტომ ჩვენ ერთადერთი რაც არის, რომ მეორე მხარეს დგას ჩვენი სახელმწიფო და ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე არის ის, რომ ჩვენ კეთილსინდისიერად მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის და აქამდე ნებისმიერი შეფასება აჩვენებდა, რომ საქართველოს იყო და რჩება ლიდერი ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, რომელიც ასე ვთქვათ არის კანდიდატი სავარაუდო წევრი, ასე ვთქვათ, მომავალში ევროკავშირისა. ჩვენ ვართ ლიდერი ბევრი მიმართულებით, იქნება ეს ინსტიტუციური მოწყობა, თუ იქნება ეს მათ შორის ეკონომიკური განვითარება ქვეყნის და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობით მოქმედებ.
მთავარი არის ეს, რომ ჩვენ იყოთ პირნათელი ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ ქვეყანა იყოს მზად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, სამწუხაროდ ამაზე ხედავთ ჩვენ, რომ გავლენა არ გვაქვს და ასევე სამწუხაროდ ხედავთ, რომ უსამართლო გადაწყვეტილებებიც ხდება ხოლმე ევროკავშირის მხრიდან. პოლიტიკური პარტიების ფინანსებს ანტიკორუფციული შეისწავლის ოპოზიცია ამბობს, რომ ქართული ოცნება ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას და იგივეს აკეთებს. რას უპასუხებთ? ხო, ეს მოისმენთ შეფასება, რომ ანტიკორუფციული ბიურო მიმართ გარკვეული პრეტენზიები გამომდინარე იქიდან, რომ მისი ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურით არ არიან დაყოფილი. ყველა შევახსენებ, როგორ ხდება შერჩევა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, იქნება კომისია, შექმნილი იყო კომისია, რომელშიც შედიოდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის შედიოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, ყოფილი სახალხო დამცველის წარმომადგენელი, დროში მაინც სხვამაც იცოდნენ და ამ კომისიამ შეარჩია კანდიდატურები და შემდეგ პრემიერმა დანიშნა შესაბამისი ხელმძღვანელი. და იქ იყო აბსოლუტურად ინკლუზიური პროცესი და კანონით გაწერილი პროცესი. საუბარია იმაზე, რომ თითქოს აუდიტის სამსახურთან დაკავშირებით ეს არის ნაკლები დობა აქვს შერჩევასთან და შევახსენებ ყველას, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი გენერალური აუდიტორი, რომელიც ახლა ავირჩიეთ, მისი არჩევის პროცედურა არის შემდეგი. რომ მას ერთპიროვნულად წააგებს პარლამენტის თავმჯდომარე, მეწარმოვადგენე ყოველგვარი კომისიების და შესარჩევი ჯგუფების გარეშე პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს და საპარლამენტო ირჩევს ხმების უბრალო უმრავლესობით. ასე რომ, რა თქმა უნდა, არასერიოზული არის ეს არგუმენტი, რომელიც მოხავთ ოპონენტებს, რომ თითქოს პროცედურებს იწუნებენ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის აუდიტის სამსახურთან შედარებით. პირიქით, თუ კი შევადარებთ არჩევის პრინციპს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევა უფრო ინკლუზიური იყო ამ გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ჩართული იყო სახალხო დამცველის და არასამთავრობო სექტორის კანდიდატების შერჩევაში, ვიდრე ეს არის თუნდაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესში, რომელსაც ერთპიროვნულად კიდევ ერთხელ ყოველგვარი კონკურსის თუ კომისიების გარეშე წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე და მემერგო ეს პატივი ამ შემთხვევაში და ირჩევს პარლამენტი უბრალო უმრავლესობით. უსმენდით შალვა პაპუაშვილს. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურები იწყება, მმართველი გუნდი